მე რამდენი მოწმე იკითხება უკვე დღეს ბრალდების მოწმეებზე ვართ როგორც იცით ჯერ არც ერთი მოწმე იმ გარემოებას რაზეც მიმდინარეობს სასამართლო პროცესი და ეს არის ყურადღების ორგანიზება არც ერთი მოწმე არ ადასტურებს დღესაც მხოლოდ და მხოლოდ ნაცნობობის და გადაკვეთის დონეზე იყო კითხვები და საუბრები თუმცა რაც ყველაზე უცნაურია გიორგი მიქაძე დღემდე არც ამ დონეზე არ ასახელებს არც ერთი მოწმე გიორგი მიქაძეს ნაცნობობის და შეხვედრის დონეზეც კი განსაკუთრებით გიორგი მიქაძესთან დაკავშირებით გაუგებარია ის ამ საქმესთან როგორ ფიგურირებს და რატომ ფიგურირებს თანაჩენები მტკიცებულება იმისა რომ ვინმე მოახდინა ამ შემთხვევაში მიქაძეებმა ყოლობის ორგანიზება საქმეში არ არის ყველა შევახსენებ რომ ბრალდების მტკიცების ტვირთი არის პროკურატურაზე და შესაბამისად ჯერ ჩვენ ველოდებით რა მტკიცებულებები ადასტურებს იმას რომ მიქაძეებმა მოახდინეს ყოლობის ორგანიზება განსაკუთრებით საერთოდ გიორგი მიქაძე რაფშუაში დღეს უნდა დაკითხულიყო გიორგი ჯოხაძის მეუღლე ელენე ძაძუა მიმთავითვე გამოძიების ეტაპზე მზაობა გამოთქვა მიუხედავად იმისა რომ მოქმედი კანონმდებლობა მას არ ავალდებულებდა მიევითა ჩვენება მაგრამ გამოძიების ეტაპზევე გამოთქვა მზაობა რომ ჩვენება მიეცა გამოძიებას მისცა ჩვენება ასევე მზად იყო რომ დღეს სასამართლო პროცესზე დაკითხულიყო თუმცა ბოლო სამი პროცესის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მან ჩათვალა რომ მისი უსაფრთხოება არ იქნებოდა დაცული და სანამ მისი უსაფრთხოება არ იქნება დაცული და არ უზრუნველყოფს ან სასამართლო ან შინაგან საქმეთა სამინისტრო სამართალდამცავი ორგანოები მაგ შემთხვევაში გადაწყვიტა რომ არ გამოცხადებულიყო დღეს მოსამართლის განმარტება იყო ის რომ უსაფრთხოება დაცულია იქნება მომავალში დაცული და კი ბატონო ბრალდების მხარემაც მოგცა პირობა რომ მისი უსაფრთხოების მისი უსაფრთხოებას უზრუნველყოფს შინაგან საქმეთა სამინისტრო. რა თქმა უნდა გამოცხადდება მზაობა აქვს.